გამოხმაურება მოყვა გახარიას დაშვებულ გამონაკლის ეპასუხა ივანიშვილის კომისიის კითხვებზე პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაციასაც ახსნობს. რა მიიღო პოლიტიკურმა პროცესმა ხანგრძლივი პოლიტიკური დღის შემდეგ? პოლიტიკური ბენეფიტების რა წილი წავიდა გახარიასკენ, რა ოცნებისკენ, თუ ეს იყო ნულოვანი ჯამის თამაში. მისვლა არ მისვლის დილემაზე მეორე დღეებნებათა ღელვა არ ცხრება, პოზიციებიც ერთგვაროვანი არ არის. პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოების ერთი ნაწილის შეფასებით 6 საათიან დებატებში გახარიამ გაიმარჯვა, თქვათ რომ ეს მაინც მცირე ნაწილია. მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ პირიქით ეს წულუკიანმა დაჩაგრა გახარია და ექს-პრემიერმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მესამე ნაწილის თქმით კი ყოფილი თანაგუნდელები მაინც პოლიტიკურ ფრეზე დაზავდნენ. ასე თუ ისე გუშინდელი დღის ერთ-ერთი შედეგია განსაკუთრებით მწვავე გამოხმაურებები ოპოზიციაში, ანუ იმ სივრცეში, სადაც გახარიას პოლიტიკური გუნდი ცდილობს თან იყოს კოორდინაციაში და თან მაინც აჩვენოს განსხვავება. ორჯერ დავფიქრდებით, ვიდრე ხელს ჩამოვართმევთ. ასეთია ზოგადი განწყობა, რაც აჩვენებს, რომ ნდობის დეფიციტი გაღრმავდა. ამ განწყობის მიზეზი კი არის შეთანხმება საულმე ზურაბიშვილთან წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას არ უნდა მიეღო კომისიის ხდომებში მონაწილეობა, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ამ თემას კვლავ დაუბრუნდებით, მანამდე ვთქვათ, რომ ოპოზიციაში ასევე განსაკუთრებით არ მოეწონათ, როგორც გახარიას გადაწყვეტილება, ისე მისი გამოსვლის პოლიტიკური შინაარსი. გახარია ობოლი ქოცია, რომელიც გამოაგდეს, ასე თქვა გიგი უგუვალამ. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ექს-პრემიერმა ზღვარი მასსა და ყოფილ პარტიას შორის გუშინ წაშალა და ახლა ამ ურთიერთობებში სიცხადე მან თავიდან უნდა შემოიტანოს. ამ განცხადების საბაბი კი გახდა 6 საათიანი დებატის დასასრული ბოლო რეპლიკები, როცა გახარიამ წულუკიანს უთხრა, რომ გაუმხელს ჭორს, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას სურს მანდატების აღდგენა. ეს დიალოგი სხვა მიმართულებითაც დარჩება მედია არქივს, წულუკიანმა მოახერხა მანდატებზე მსჯელობა და ასრულა ფრაზით დიდება უფალს. ნახოთ ეს ფრაგმენტი. შეიძლება ვიღაცებს მე ასეთი ჯორებიც მსმენია ხალბატონ თია გაგიმხელთ რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ არ ვიცი აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარევიცით დიდება უფალს შეიტანს თუ არამედ სიცხადეს გახარიას გუნდი ამ თემაში, ჩვენ ცხადია ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად და დავსვამთ კითხვას. ამ თემის შემოტანა იყო გაუაზრებელი თუ გააზრებული გადაწყვეტილება, მაშინ როცა ოპოზიციური პარტიები ინარჩუნებენ ბოიკოტს და ჩახსნილი აქვთ მანდატები, ხომ არ იყო ეს დამაზიანებელი პროცესისთვის, ოპოზიციაში ამ თემაზეც ითხოვენ მეტ სიცხადეს. თქვათ სხვა გამოხმაურებებზეც. ფარსში როცა მონაწილეობ, ხარ ფარსის ნაწილი, ასე დაწერა სოციალურ ქსელში ლელოს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ამ ორ პარტიას შორის არც მანამდე ყოფილა მარტივი ურთიერთობა, ახლა კი როცა ხაზარაძეზე საქმე აღწრული კომისიაზე არ მისვლის გამო, გახარიამ კი ყველაფერთან ერთად ოცნების სამართლებრივი დევნის ბერკეტიც აირიდა, ალბათ ეს ვითარება კიდევ უფრო გართულდება. პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის ოცნების გაправება, წერტილი, ასე დაწერა ხაზარაძემ გახარიას ლინგვისტიკით. სწორედ ამ პარტიაში ითქვა დღეს, რომ ვიდრე ექს-პრემიერს ხელს ჩამოართმევენ, ორჯერ დაფიქრდებიან. გახარიას კომისიაზე მისვლის საკითხი გააკრიტიკეს ფედერალისტებმაც. მათ აქცენტი მეტად შეთანხმების დარღვევაზე გააკეთეს. კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ პოლიტიკაში თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია და სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. თამარ ჩეფოლიაშვილი იყო გუშინ გიორგი თარგამაძის ფორმულას სტუმარი. რომ გამოვედი იმ შეთანხმებიდან მეც ვთქვი იგივე რომ შევთანხმდით ამ ოთახში მსხდომი პარტიები იმაზე რომ მოგონილ საგამოძიებო კომისიასთან არ ვითანამშრომლებთ გახარიას წარმომადგენელი იქ იყო მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაცხადეს შეთანხმებად თუმცა კიდევ ერთხელ ჩემთვის ეს პირველი არ არის და უკანასკნელი ხო ზოგადად პოლიტიკური სპექტრი გამოირჩევა შეთანხმებების უპატივცემლობით და აქედან გამომდინარე ძალიან ვთხრილობ იქამდე სანამ რამეს შეთანხმებას გამოვაცხადეთ ხოლმე და კიდევ უფრო უნდა ვიფრთხილო აქედან ეს გამოსავალია როგორც ჩანს ჩვენთან კოორდინაცია კი არა გახარიას საკუთარ პარტიაში აქვს კოორდინაციის პრობლემა კრიტიკაში განსაკუთრებით მწვავე იყო ნაციონალური მოძრაობა, ასე როგორ უნდა დააჩმურებინო თავი ალუდას, სოზარს, წულუკიანს თუ მიხვედი კაცურად მაინც დადექი, რას დაპატარავდი, რას აბლატავებ, ასე დაწერა ლევან ხაბეიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა ოცნების პოლიტიკური ფარისევლობაც, რომ მაკო გომურის თვალი არავის აწუხებდა, მაშინ როცა გახარიას პრემიერობას უჭერდნენ მხარს. ოცნება და გახარია ერთ სიბრტყეზე ამ პარტიის კიდევ ერთი ლიდერისთვის, ანა წითლიძისთვის, მოქმედი და გამოგდებული მონების შეჯიბრი, ასე თქვა ჩვენს ეთერში. მან მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ ამ ფრაგმენტს.
ჯერ ასეც უხურეთ, ეს იყო წარმოუდგენელი ცინიზმი, ეს იყო რაღაც მოქმედი და გამოგდებული მონების შეჯიბრი, რომლებიც ამტკიცებდნენ, ანუ ყველაზე მტკივნეულ თემა 20 ივნისი, როდესაც ჩვენ გარეთ ვიდექი და დამიზნებით ტყუებს გვესროთდნენ და ადამიანებმა თვალი დაკარგეს და აი ამაზე ყვებოდნენ რაღაცა ცინიზმით, ერთმანეთს აბრალებდნენ, გეგონება ეხა იქ ვინც და გახარია იქნებოდა თუ წოლუკიანი თუ ნებისმიერი სხვა, ვინაკლები დამნაშავე იყო ამ ყველაფერში. დღევანდელმა დღემ და კომისიამ კიდევ ერთხელ ანახა ჩემი აზრით ის, რომ რაც უნდა ხეხო ქვიშით ქოცი მაინც ქოცა დარჩება და გახარია დარჩა ზუსტად ესე ქოცა. ლაკონური იყო კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 6 საათიანი გამოკითხვის შეფასება მან ჩაატია ორ წინადადებაში არა შენ დათხარე დამშვიდდით ორივემ დათხარეთ ასე დაწერა მან Facebook-ზე. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ამავე კოალიციის კიდევ ერთი სახე ნიკა მელია მან კრიტიკის სხვაგვარი ფოკუსი აირჩია გახარიას მისვლაზე პასუხისმგებლობა დააკისრა მეხუთე პრეზიდენტს. მელიას თქმით სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილ პლატფორმაზე ორი საკამათო საკითხი იყო, რომელზეც პარტიები უნდა შეჯერებულიყვნენ. პირველი, საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემა, რომელიც ვითომ შეთანხმდა და მეორე, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობა, რომელიც ჯერ ვერ შეთანხმდა. გამარჯვება შესაძლოა მხოლოდ პოზიციის სიცხადით, ასე თქვა მელიამ გადაცემაში. უცნაურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ეგრეთ წოდებულ წინააღმდეგობის პლატფორმაზე რაღაცა შეკრებილმა პარტიებმა ისაუბრეს, გადაწყვიტეს, სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა, თქვა, რომ ამ კომისიაში არავინ არ ვიგებთ მონაწილეობას და დღეს ხედავთ, რომ არც ერთი სიტყვის ფასი, როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა და მე ვფიქრობ, ხალხო ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს განცხადება, მიიღოს განწყვეტილება. ამ კრიტიკის ფონზე გახარიას გუნდი კმაყოფილია და მომხდარში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს. თქვენ თუ მეუბნებით, რომ იქ ვიღაცას რაღაცა დააპირდა და ამიტომ არ უნდა მისულიყო გახარია, მაშინ ბოდიში რა ესე გამოეხმაურა კრიტიკას შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით პარტია საქართველოსთვის წევრი ზაზა თავაძე. პარტიის ისჯერათ, რომ გახარიამ საკუთარ მოედანზე დაამარცხა და დაასრულა წოლუკიანის კომისია. რა თქოს ამ დროს ოცნებაში ივანიშვილის მოლაპარაკე თავები ცდილობდნენ შეექმნათ კმაყოფილების იმიტაცია. გაიმეორეს პროპაგანდისტული მითები, თქოს რომ გახარია მოქმედებდა უცხო ძალების მითითებით წუთების დონეზე შეთანხმებულად. არაერთხელ ახსენეს ჩორჩანას საგუშაგოს თემა, რეალურად ერთადერთი შემთხვევა, როცა ოცნების ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვა. გუშინ იყო გახარიას მხილების დღე. სრული ლუსტრაციის კანონი და მსგავსი საკითხების გადაწყვეტა აღარ ჭირდება. გახარია იქნა სრულად გაშიშვლებული, როგორც აგენტი და ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდია. შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მის აგენტურულ საქმიანობაში, როდესაც მან მიზანმიმართულად გადადგა იმისკენ ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია და ამას გადაურჩით. მაგრამ შედეგად მაინც უდიდესი ნეგატივი მივიღეთ, როდესაც საოკუპაციო ხაზის აქეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაში შემოიწია საოკუპაციო საზღვარმა, რაც სხვა შემთხვევებში არ ფიქსირდება. ოცნების ფოკუსში ცხადია იყო სხვა თემებიც, რომელზეც გუშინ მიმოხილვაში ვრცლად გიამბით. ეს იყო ამბავი გავრილოვის ღამეზე და ამბავი უჩინარ კაცზე, რომელმაც მელიას პარტიულ ოფისში დაკავებაზე პირადად მიიღო გადაწყვეტილება. გახარია ცდილობდა უფრო ფართო კონტექსტში წარმოედგინა თემები, რომელიც მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის ნაწილია, ითხოვდა ივანიშვილის და სხვების გამოკითხვას. სხდომა მან ერთგვარი განახლებული შეფასებით დაიწყო და თქვა, რომ აღარ მიაჩნია მხოლოდ იდიოტურ შეცდომად გავრილოვის ღამე. რომ მიიჩნევს, რომ 20 ივნისის პროცესში ჩანდა უჩინარი კაცის ხელი, ისევე როგორც ეს ჩანდა მისი გადათხოვნის დროს. გახარიამ გაიხსენა, რომ თანაგუნდელები და კონკრეტულად თეა წოლუკიანი ვიცე-პრემიერის რანგში სრულად იზიარებდნენ ნაციონალურ მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას პარტიის ოფისში დაკავების რისკებს და თვალსაწერიდან უცებ გაქრნენ მას შემდეგ, რაც პროცესში უჩინარი კაცი ჩაერთო. ექს-პრემიერმა გაიმეორა, რომ ის ეთანხმებოდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, ისევე როგორც მის დაკავებას, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა, რომ შემდეგ ამნისტია გამხდარიყო საჭირო. დღის ბოლოს ეგრეთ წოდებულ კომისიას დაეწია ჩატების სკანდალი, რომელიც გავიდა ფორმულაზე ახალი ამბების ეთერში, საიდანაც დადასტურდა ის, რომ რაც გუშინ კომისიაზე მოვისმინეთ, სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას.
ანუ წულკიანმა გუშინ იცრუა. სკრინები, რომელიც გაჩვენეთ და დღეს კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ადასტურებს, როგორ წყდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხი და არა მხოლოდ ეს თემა, საერთოდ როგორ იმართება ოცნების პირობებში სახელმწიფო. მიმოწერებში ჩანს, რომ ასეთი სურათია მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გუნდს უხსნის, რატომ არის არასწორი მელიას დაკავება პარტიის ოფისში. კახარია წერს, რომ მელია უნდა დააკავონ მას შემდეგ, რაც რისკები იქნება გააზრებული და მინიმუმამდე დაყვანილი. ზუსტი ციტატა არის ასეთი. დაუშვებელია მისი დაკავება დაუყოვნებლივ, როგორც ხედავთ, დღეს იქ იმყოფება ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ფიზიკური და ოპოზიციური მედია რესურსი, სრული მზაობა აქვთ ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად, მიზანმიმართული პროვოკაციების მოწყობის ჩათვლით. ამას წერს ის თანაგუნდელებს, ვნახოთ უფრო ვრცელი ვერსია მისი არგუმენტების, რა არგუმენტები აქვს მას თანაგუნდელებისთვის. პირობებში ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმი უკიდურესად არაგონივრულია და გაუმართლებლად მაღალი რისკების მატარებელია. პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს. დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია. მიმოწერების გაგრძელებაში ჩანს, რომ გახარიას ამ მოსაზრებას ეთანხმებიან თეა წოლუკიანი, სოზარ სუბარი, თორნიკე რიჯვაძე, მაკა ბოჭორიშვილი და სხვები. სრულად ვიზიარებ. ეკდოს სოროში სანამ არ მოსწყინდება. ერთადერთი, რაც საჭიროა, არის სწორი კომუნიკაცია. აბუჩადარიან ასაგდები. სურელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ. მათაც ეს უნდათ. სრულად მიიღწა სამაჯურის მიზანი. დაჯდა თავისი და არ გამოდის გარეთ. იუსტიციის მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება და მაგოფის მიანიჭოს პენტენციური დაწესებულების ნომერი და ამაზე კრეატიული რა იქნება. მაყურებელს ახსოვს, როგორ განვითარდა ამ დღეს მოვლენები პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის ჩარევის შემდეგ. გახარია მოიწვია ბრიფინგი და თანამდებობა დატოვა. 2 საათის შემდეგ ის პოლიცსაბჭოს ჯგუფიდან წაიშალა. პოლიტიკაში უკან დაბრუნების შემდეგ ივანიშვილმა ის მოღალატედ გამოაცხადა.